ჯაზ ფესტივალმა ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი რიგით მე-17 ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს მხოლოდ კონცერტებს არ მოიცავს. პირველად ფილარმონიის ფოიეში დავით მჭედლიშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიმართება. ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოხელოვანის კრისტიან როზეს უნიკალურ ნამუშევრებს წარმოადგენს. ფესტივალში ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. წელს ჯაზ ფესტივალი საქველმოქმედო აქციაშიც ჩაერთო. დღეს ხელი მოეწერა სოლიდარობის ფონდსა და Easter Promotion შორის მემორანდუმს გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ეს ის ფესტივალია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია, ყოველწლიური ტრადიცია ხასიათებს, რაც ფესტივალს უაღრესად დიდ ავტორიტეტს და სტატუსს მატებს. მნიშვნელოვანია ჯაზ ფესტივალის თბილისში ჩატარება, ძალიან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის მე განსაკუთრებით გამოყოფდი ბოლო პერიოდში გაზრდილ ინტერესს და მასში არა მხოლოდ მოწვეული უცხოელი სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ წარმატებული ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ მონაწილეობენ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ერთად კულტურის სამინისტროსთან, მერის ქალაქის კულტურის სამსახურთან ერთად და რა თქმა უნდა Easter Promotion-თან ერთად ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ ამ ერთობით უფრო მეტი სერიოზული მუსიკოსი, მეტი ჯგუფი ჩამოვიყვანოთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისის ფესტივალი გვიახლოვდება 23-ში ესენებად დაიწყება. იმედი გვაქვს, რომ საგრძნობი თანხა შეგროვდება ჯამში და კეთილ საქმეს მოხმარდება.